დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ძვირფასო ტელემაყურებლებო გადაცემის მომდევნო თემით. 4 თებერვალს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გამართავს სამეცნიერო კონფერენციას ძველი ქართული ფილოლოგია, რომელიც ეძღვნება აკადემიკოს მძექალა შენიძის 90 წლის იუბილეს. სწორედ ამ თემაზე გვესაუბრებიან ჩვენი სტუმრები. რომლებსაც მე წარმოგიდგენთ დიდი სიამოვნებით, ესენი გახლავთ ქალბატონი თამარ ჭუმბურიძე, საერთაშორისო ურთიერთობების განათლებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ბატონი მიხეილ ქავთარია, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. მოგესალმებით, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის მიმდინარეობს მზადება და იქნება დამსახურებისა და ღვაწლის წარმოჩენა კიდევ ერთხელ და შეხსენება საზოგადოებისთვის. ყველა მიცის და მისი დამსახურება ბუნებრივია და მაგრამ აუცილებელია რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს ხოლმე და კიდევ ერთხელ შევახსენოთ მოსახლეობას. და ქალბატონი მძექალას დამსახურება ყველა მიცის და ბევრმა აღნიშნა კიდეც უკვე აი მეცნიერებათა აკადემიაში აღნიშნეს უნივერსიტეტი კეთილმოწყობის ღონისძიებას, მაგრამ არ შეიძლებოდა რომ ხელნაწერთა ინსტიტუტს სპეციალური ღონისძიებით არ აღენიშნა ეს საზეიმო მნიშვნელოვანი თარიღია ნამდვილად იახდა. თან ქალბატონი მძექალა იმდენი ხანია უკვე მუშაობს ხელნაწერთა ინსტიტუტში, რომ ეს რაღაც ბუნებრივია, განუყოფელი ნაწილი არის კოლექტივის და დაკავშირებული მთლიანად ხელნაწერთა ინსტიტუტის თემატიკით და ყველაფრით მისი მოღვაწეობა დაკავშირებულია ამასთან. და დღეს აუცილებლად ვისაუბროთ მძექალა შენიძის დამსახურების შესახებ, როგორც პიროვნება და როგორც პროფესიონალი. აი ამ კუთხით თუ შეიძლება თუ გნებავთ ეს გავანაწილოთ და თქვენ როგორც პიროვნებაზე. კი ბატონო, მე დამსახურებაზე არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ჩემგან ცოტა უხერხულიც კი იქნება აღნიშნო მისი როგორც მეცნიერის დამსახურება, ამაზე უფრო ღვაწლმოსილი მეცნიერები მოგახსენებენ. მე უბრალოდ მინდოდა აღმენიშნა რომ ქალბატონი მძექალა აი ყველასთვის არის სასიკადულო მეცნიერი, მკვლევარი, ყველა ასე იცნობს და იციან რომ აი უნივერსიტეტში წლების მანძილზე გამოცდების ხელმძღვანელობა გამოცხადა არ მარტო უნივერსიტეტში, მეც მისი თავმჯდომარეობის დროს ჩავაბარე გამოცდა. მაგრამ მე სწორედ გავიცანი სხვა კუთხით ქალბატონი მძექალა, როდესაც მივედი ხელნაწერთა ინსტიტუტში და ამ კუთხით ალბათ ბევრი არ იცნობს, იმიტომ რომ არის ძალიან ხალისიანი და ახალგაზრდული და ენერგიული ადამიანი და სულ ჩართული იყო ყველა ღონისძიებაში, რაც ტარდებოდა ხელნაწერთა ინსტიტუტში, მით უმეტეს როცა უცხოელი კოლეგები ჩამოდიოდნენ ხოლმე, იმიტომ რომ კარგად ფლობს ენებს მოგეხსენებათ. მაგრამ აი საზეიმო რაიმე ღონისძიება რო ტარდებოდა ხომ თქვათ საახალწლო ზეიმი, არა, აი ახალგაზრდებზე არა ნაკლებ იყო ხოლმე ჩართული და ძალიან დიდი მომხენით და ხალისით მონაწილეობას ღებულობდა ხოლმე ამაში და მის ოჯახზე შეიძლება კიდევ ლაპარაკი, იმიტომ რომ ძალიან კარგი ქალიშვილები ყავს და შვილიშვილები და იმითაც ძალიან კარგად ვიცნობ, ისე რომ როგორც დედა და როგორც აი ოჯახის უფროსი, ასეც ძალიან სასიამოვნო ადამიანია და ესეც უნდა იყოს აღნიშნული, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამდენი საქმე აქვს, ამდენ რამეს ასწრებს მეცნიერებაში და კვლევაში, არა, პარალელურად კიდევ ასწრებს, რომ ოჯახშიც იყოს და მასაც მიხედავს. ბატონი მიშა მოგახსენებთ უფრო როგორც მეცნიერზე. ქალბატონი მძექალას შეუსრულდა 90 წელი. ამ 90 წლიდან დაახლოებით 62 თუ 65 წელი გატარებული აქვს მას სამეცნიერო დაწესებულებებში და თავისი წვლილი აქვს შეტანილი იმდით საქმეში, რომელსაც ქართული ფილოლოგიისა და ქართული ტექსტოლოგიის შესწავლა ქვია სახელად. უნდა მოგახსენოთ, რომ მძექალა შევიდა უნივერსიტეტში იმ დროს, როდესაც უნივერსიტეტში აღმოსავლეთ ცოდნების ფაკულტეტი არ არსებობდა. დაახლოებით 1945 წელს მოხდა რეფორმა უნივერსიტეტში და ფილოლოგიის ფაკულტეტს გამოიყო აღმოსავლეთ ცოდნების ფაკულტეტი. აი მძექალა გადავიდა მართალი აღმოსავლეთ ცოდნების ფაკულტეტზე და 40 და შეიძლება თარიღში შემეშალა 45 თუ 46 არ ვიცი, დაამთავრა ამ უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ცოდნების ფაკულტეტი და ასპირანტურაში გაემგზავრა მართალი ლენინგრადში. მაშინდელ ლენინგრადში კრაჩკოვს გრძანდებოდა ასეთ დიდი აღმოსავლეთ ცოდნა და მისი ასპირანტი იყო 2 წელიწადი. 2 წლის შემდეგ ბრუნდება მძექალა თბილისში. რა თქმა უნდა აღმოსავლეთ ცოდნების ინსტიტუტში, მაგრამ მოხდა ასეთი ამბავი, რომ აღმოსავლეთ ცოდნების ინსტიტუტის ერთი ოთახი მაშინ იყო მუზეუმის სარდაფში, სადაც შემდეგ ხელნაწერთა ინსტიტუტი განლაგდა. და ეს ამ ერთ ოთახში შემოვიდა მძექალა
და იმ ოთახში როგორც აღმოსავლეთ ცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელმაც, ასევე როგორც ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომელმაც მთელი ცხოვრება გავლო, მანამ იქიდან არ წამოვიდა საერთოდ ხელნაწერთა ინსტიტუტი. ზექალაშანიძე თავრიკო ბრძანებდა საოცარი კონტაქტური ქალია. არა ასე თქვა ახლო მცოდნე ვერც კი წარმოიდგენს რომ ის არის აკადემიკოსი, ის არის დიდი მეცნიერი, ის არის დიდი პოლიგლოტი. ეს არის ჩვეულებრივი მომხენი ქალბატონი, ჩვეულებრივი მასშტაბი კონტაქტური ყველა კატეგორიის ადამიანებთან, მაგრამ არის მზექალავი უვალი და მზექალავი შეუვალი, რომელიც როცა საქმე ეხება ცოდნას, როცა საქმე ეხება მასშტაბი წიგნიერებას და როცა საქმე ეხება პატიოსნებას. აი თამრიკო ბრძანა 20 წელიწადი იყო მგონი ზექალაშანიძე მისაღები კომისიის თავმჯდომარე უნივერსიტეტში სამედიცინო ინსტიტუტი ყველგან სადაც კი შეიძლება და ყოფილიყო ეს მისაღები გამოცდების პროცესი და საოცარი ქალი იყო აქაც იყო საოცრად მობიერი მაგრამ საოცრად კაცი საოცრად ну ახლა რო თქვა სიტყვა დაუნდობელია არ გამოდგება თორემ შეუვალი მაგრამ იყო მოვიდა ძალიან უკომპრომისო ერთი გოგო აბარებდა ვიღაცა კახელი ფიზიკელი გოგონა იყო და კითხავს დაამთავრა და მიიღო ნიშანი თქვენ ბრძანებით ზექალაშანიძეო იო ზექალაურობას თქვენ ზემობე კაცი ჩამიაო და რაღაცური ყოფილა თქვენთან ჩაბარებაო აი ესეთი რეაქციაც ქონდა მაგრამ ამაში იყო სიმართლე. ბაგლახად ზექალაშანიძესთან მასთან არც პროტექცია გადიოდა და არც მასთან ესეთი შეღავათიანი გამოცდები არ არსებობდა. გამოცდები სიმკაცრე საჭიროა. განსაკუთრებული სიმკაცრე. აუცილებლად. და უნდა მოგახსენოთ რომ ეს მისაღები გამოცდები რომელიც ტარდებოდა ზექალას თავმჯდომარეობით იყო სანიმუშო და აი ამ ნამდვილი დღეს წინათ თამაზ კვაჭანტირაძე ბრძანა უნივერსიტეტში და შეიძლება არ გავიმეორო მე სწორედ აი ამ გამოცდების წყალობით მოხდა ის რომ ერთადერთი ქალბატონია ზექალაშანიძე რომელიც შანიძის გვარის გარეშე უკვე ზექალათი არის ცნობილი ჩვენ საზოგადოებაში და დაახლოებით იმავე რანგში გადის როგორც აი აკაკი და ესე გალაქტიკური სამშობლო. საერთოდ ძალიან რთულია ხოლმე მშობლების ჩრდილიდან გამოსვლა, ესე დიდი მშობლების. რომ აი ეს მან მოახერხა და სახელით. და ახლა რაც სწორია რომ მისი მეცნიერული მოღვაწეობის შესახებ თავრიკო სამწუხაროდ ძალიან მოკლედ ბრძანა ეს არის შეუვალი და დიდი მეცნიერი, ძალიან დიდი მეცნიერი. ყველა მადლობელი არ აქვს ხოდი. იმიტომ რომ ზექალას ერთ-ერთი თვისება რაც არ უნდა მისცე დავალებად ის მანამ არ გაითავისებს თავიდან ბოლომდე იმ საკითხს მანამდე არც გამოძახილს დაწერს არც რეცენზიას დაწერს არც სიების ქებას დაწერს და არც ავს სიტყვას ამიტომ აი ესეთი გაჭიანურება დროისა ეს სიტყვა შეიძლება არ გამოდგეს გაჭიანურება მაგრამ შეიძლება მაინც ვთქვათ იწვევდა ხოლმე და იწვევს უკმაყოფილებას კოლეგებშიც კი მაგრამ საბოლოოდ როდესაც ზექალა აკეთებს საქმეს, აკეთებს ისე, როგორც ეს უნდა გააკეთოს ყველა დიდმა მეცნიერმა. ეხლა ის რომ დიდი ოჯახის შვილია, რომ ის ბატონი ეკაკის ქალიშვილი ბრძანდება, რომ ის მიუხედავად იმისამაც თავისი მამით არასდროს არ უსარგებლია. ყველა ნაბიჯი, რომელიც კი მან მეცნიერებაში გადადგა, ეს იყო მისი დიდი შრომისა და მისი დიდი, ასე ვთქვათ, გაწეული ენერგიის შედეგი და ამას ამოდან თავრიკო ცალათახლობა. რადგან კიდევ არ დაგვავწეს რომ დიდი ხნის მანძილზე ხელმძღვანელობდა განყოფილებას ფილოლოგიის, ქართული ფილოლოგიის განყოფილებას ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, მაშინ ხელნაწერთა ინსტიტუტი იყო და უნივერსიტეტში ორიონის ლაბორატორია იყო და დღემდე აი ეს ხალხი, ვინც ქალბატონ ზექალასთან მუშაობდა, ეხლა ძალიან წამყვანი მეცნიერები არიან და მათაც ძალიან დიდი კვალიდატობა უთხოვთ ქალბატონ ზექალასთან ურთიერთობამ და მისმა სკოლამ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ზექალას დიდი დამსახურება ხელნაწერთა შესწავლისა და აღწერილობის საქმეში. 1975 წელს სინას მთაზე მოხდა ხამძარი მონასტერში და დაიწვა რამდენიმე ოთახი და ერთ-ერთი ოთახი რომელიც კაცმა არ იცოდა რა იყო ისიც დაიწვა
როდესაც კედელი ჩამოგირა, ნახეს რომ ამ ოთახში იყო ხელნაწერები, ძველი ხელნაწერები. ყველა ენაზე, ებრაულად, ბერძნულად და სირიულად და სხვადასხვა. გამოითქვა, რომ ამ ოთახში არის მასწავლებელი სომხურ ენაზეც ხელნაწერები. რამდენიმე წლის შემდეგ სინათლეზე ჩადის ჩვენი პატრიარქი, უწმიდესი ილია მეორე და მოითხოვა მაჩვენეთ ეს ხელნაწერები, ეს სომხური ხელნაწერები. როაჩვენეს ეს აღმოჩნდა ყველა ქართული ხელნაწერი. ხო, როგორც შეიძლება წლებიდან, როდესაც უწმიდესმა ბრძანა რომ ეს ქართული ხელნაწერებია, დაიწყო მასე ხელნაწერების შესწავლა. მე ჩვენ 4-ჯერ ვარ მე და ყოველ სინათლეზე და ზეკალას უფრო ჩემე ერთხელ კიდე მეტად არ ნამყოფი. ლილი ხევსურიანი ყორჩვენ ასეთი არაჩვეულებრივი სპეციალისტი. ლილი ხევსურიანმა ზეკალაშანიძემ, ზაზა ალექსიძემ, დარჯან გოგაშვილმა და სხვებმა მასწავლე დავიწყეთ ამისი შესწავლა. და ბოლოს რამდენიმე წლის აქტიური მუშაობის შედეგად წიგნი ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა ახალი კოლექციისა, რომელიც 103 ხელნაწერია, ქართულ, ბერძნული ტექსტი გააკეთა თამარ მესხმა და ინგლისურ ენებზე. ინგლისურ ენაზე მასწავლე თარგმნა ზეკალავ ესე პოლიგლოტია მეთქი გვიქვით ჩვენ არაჩვეულებრივად კარგად იცისერები. და აი ამ წიგნმა, რომელმაც მასწავლე ეს ერთი შემთხვევა ასეთ მე სხვა შემთხვევა არ ვიცი რომ ამ სამენაზე გამოსულიყოს მასწავლე ერთი ხელნაწერის ერთი კოლექციის აღწერილობა უაღრესად დიდი როლი შეასრულა იმ დარგში რომელსაც ტექსტოლოგია ქვია ხელნაწერთა მცოდნეობა ქვია საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების თვალში აი ესეთია ზეკალა და არა მარტო ეს არის მე დაგისახელებ კიდე ფაქტს გერმანიიდან ჩავნა თუ ბელგიიდან არ ვიცი საიდან იყო ის გადაჩამოსული აინტერესებდა მასწავლე ერთი დოკუმენტი რომელიც მე-10 საუკუნის დოკუმენტი რომელიც თავის დროზე კორნელი კეკლეძემ გამოსცა ეს კეკლეძის დოკუმენტიც გავაკეთეთ მასწავლე იგივე ლილი ხევსურიანმა ზეკალაშანიძემ მე და ჩვენ თავიყო მეორე სხვა თავიყოცა კონსე ხო და თარგმანი ინგლისურად ზეკალა არაჩვეულებრივი გამოძახილი ქონდა ამ ინგლისურ თარგმანს იმის გამო რომ მასწავლე კორნელი კეკლეძემ რუსულად კი გამოსცა ის თარგმანი მაგრამ ევროპელი მკითხველისათვის მაინც უცნობი დარჩა ეს ძეგლი შუა საუკუნეების ქართული ძეგლი რომელიც მაშინდელი საეკლესიო ცხოვრებისათვის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი იყო დაახლოებით ახლა შეიძლება ეს ითქვას ეხლაც გრძელდება ზეკალაშანიძის ეხლასაც არ ვანებებ თავს და ვაკითხებთ მასწავლე კორექტურასაც კი აი ამ ხელნაწერების უნდა დღემდე ძალიან ჩართულია დიდი სპეციალისტი იყო ზეკალაშანიძის ვერთვით რო ის 90-ის არა სხვათა შორის იცით აი კომპიუტერით მუშაობა არის თუ რაღაც აი თანამედროვე ტექნოლოგიები და ეს ბევრს რაბოდან ზეკალას ასაკში მაგალითად უკვე რაღაც ჩათვალეს რომ ეს მაგაფრის აღარ არის ქალბატონი ზეკალა ბოლომდე არის აქტიურად ჩართული ყველაფერს იყენებს და ყველაფერი შეუძლია რომ ისე თანამედროვე დონეზე მიიღოს საქართველოს დასაწყისში ვთქვით რომ გაიმართება კონფერენცია თუ შეიძლება კონფერენციის დეტალებიც რომ გავაცნოთ მაყურებელს თქვა როგორი იქნება წარდგენა რა თქმა უნდა მისამნებები იქნება ბატონი ზაალაპაშიძე დირექტორი მიესალმება სხვა გამოსვლებიც არიან ჯერ უბრალოდ მისამნებებია და მე ბატონი მიხეილ ქავთარია წაიკითხავს მისი მოღვაწეობის შესახებ ქალბატონის ზეკალას ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ შემდეგ უკვე სამეცნიერო სტატიები არის ბუნებრივია ეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თემატიკა უნდა იყოს და ფილოლოგია, ძველი ქართული ლიტერატურა ან ისტორია, ამაზე კითხულობენ ქალბატონი ცისან აბულაძე, ქალბატონი ლილი ხევსურიანი, აი პატიმრ შემახსენა უკვე რამდენჯერმე ეკა დუღაშვილი, ლელა შათირიშვილი, თემურ ჯოჯუა და თამას კოჭლამაზიშვილი, ესენი არიან მომხსენებლები და მე ალბათ ისევ იქნება ან მისამნება ადგილიდან მისაც უნდა პატარა ალაფუშეთიც კი გვაქვს დაგეგმილი იცი არ უნდა მეთქვა, მაგრამ მაინც
საბადოების დასაწყისად. ჩვენ ბევრი დავპატიჟეთ, მართალი გითხრათ, უნივერსიტეტიდანაც დავპატიჟეთ, ენათმეცნიერების ინსტიტუტიდან, ბუნებრივია სასულიერო აკადემიიდან, წმინდა ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტიდან, სხვაებსაც, ისედაც თავისუფალი ილიას უნივერსიტეტიდან და აი სადაც კი ქალბატონებს ანიშნებენ, ან მისი მოსწავლეები არიან, ან კოლეგები, ყველას. ძალიან დიდი მადლობა 4 თებერვალს, რომელ საათზე გაიხსნება? 3 საათზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ზექაო შანიძის 90 წლის იუბილეისადმი მეტყვილ ღონისძიებას გამართავს. გემშვიდობებით კეთილის მოგზაურობებით. გაგვიხარდა თქვენი მობრძანება, ბევრი კარგი ინფორმაცია გავიგეთ და იმედი გვაქვს, რომ კიდევ შევხვდებით ვერჯერ. ნახვამდის ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენ დღეს ტრადიციულად ამ დღეს თანამედროვე ავტორებს მასპინძლობთ და ტრადიციას არ ვარღვევთ, ცოტა ხანში უბრუნდებით. დაგველოდეთ.